რას დავიდი, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. თუ აქამდე არ გამოგიწერიათ, აუცილებლად მოიწონეთ და აუცილებლად გამოიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. ამდენი სერიოზულობით გავგიჟდებით. ამიტომ ცოტა თამაშს გთავაზობთ. გონების სათამაშოს. დაუშვათ, ჰიპოთეტიურად რომ ტრამპმა ხვალ გასცა ბრძანება და დელტას დანაყოფმა ან დევგრუმ ან რამე სხვა სპეციალურმა დანაყოფმა ვერტფრენებითა და თვითმფრინავებით დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე. სადმე? ჰიპოთეტიურად იმერეთში. ან იმერეთის საზღვარზე, აბასტუმანთან მაგალითად. ან თუნდაც სოლოლაკში. ან კარგი ხულოში იყოს. ჩაატარა სპეცოპერაცია, დაიჭირა და სადმე წაიყვანა კონკრეტული ინდივიდი. ვინც სადმე, რომელიმე ქვეყანაში მიისაკუთრა ძალაუფლება. სადმე, რომელიმე ქვეყანაში გააყალბა არჩევნები, მიიტაცა პარლამენტი და მთავრობა. ვინც სრულიად ღიად უღალატა ქვეყნის ინტერესებს და მის კონსტიტუციას. ჰიპოთეტიურად. უღალატა და გადაუხვია მაგალითად ვალდებულებას ატლანტიკური ინტეგრაციის. ვთქვათ, ჰიპოთეტიურად. ტრამპის სპეცრაზმა საქართველოში დააკავა კაცი, ვინც თავისუფლებაზე აღარ დატოვა არც ერთი პოლიტიკური ლიდერი. ყველა დააპატიმრა. ან ქვეყნიდან გააქცია. ვთქვათ, ჰიპოთეტიურად ტრამპმა საქართველოში დააპატიმრა იმე უზურპატორი, ვინც ქვეყანაში არ დატოვა არც სიტყვის თავისუფლება, არც გამოხატვის თავისუფლება, არც სინდისის თავისუფლება, არც არანაირი სხვა უფლება ან თავისუფლება. ვინც ადამიანებს ციხეში უშვებს Facebook-ის პოსტებისა და ქუჩაში დგომის გამო. ვთქვათ, ჰიპოთეტიურად. ტრამპმა საქართველოში დააპატიმრა ადამიანი, ვინც ქვეყანას მოუკლა საგარეო პერსპექტივა და თავად ტრამპი მერე Deep State-ის აგენტად ოფიციალურად გამოაცხადა. ვთქვათ, ჰიპოთეტიურად. ტრამპმა საქართველოში დააპატიმრა ადამიანი, ვინც აგზალა ოპოზიცია და აგზალა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ოპოზიციის ლიდერებმა მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა გაბედეს მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. ბუდესხაც. ვთქვათ, ჰიპოთეტიურად. ტრამპმა საქართველოში დააპატიმრა ადამიანი, ვინც ჯიბეში ჩაისვა მართლმსაჯულების მთელი სისტემა, ვინც გამუდმებულ საინფორმაციო ტერორში აცხოვრებს საკუთარ მოქალაქეებს, ვინც იღებს საგანგებო კანონებს მხოლოდ იმისთვის, რომ პერსონალურად გამდიდრდეს. გადასახადები არ გადაიხადოს და საეჭვო დაგროველი ქონება გაათეთროს. ვთქვათ, ჰიპოთეტიურად. ტრამპმა საქართველოში დააპატიმრა ადამიანი, ვისი მოქმედებაც და პოლიტიკური აქტიურობაც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებს შეესაბამება. ვთქვათ, ჰიპოთეტიურად. ტრამპმა საქართველოში დააპატიმრა ადამიანი, ვინც ხელს უწყობს და მდიდრდება ევროპული და ამერიკული სანქციების გვერდისავლაში რუსეთის დახმარებით. ვთქვათ, ჰიპოთეტიურად. ტრამპმა საქართველოში დააპატიმრა ისეთი ადამიანი, ვინც გაუფუჭა საქართველოს ურთიერთობა ყველა მეზობელთან გარდა რუსეთისა. ვთქვათ, ჰიპოთეტიურად. ტრამპმა საქართველოში დააპატიმრა ადამიანი, ვინც ღიად მეგობრობს ტერორისტულ რეჟიმებთან. ამ რეჟიმების მხარდაჭერილ შეერაღებულ დაჯგუფებებთან, როგორც არის ჰეზბოლა, ჰამასი, დაეში, ვიღაც სხვები. ვთქვათ, ჰიპოთეტიურად. ტრამპმა საქართველოში დააპატიმრა ადამიანი, ვინც ბინძურ თამაშებს თამაშობს ისეთ ტერორისტებთან, როგორც არის მაგალითად ჩატაევი. გაჰყავს საზღვარზე, მერე შემოხავს, მერე თავადვე კლავს. ვთქვათ, ჰიპოთეტიურად. ტრამპმა საქართველოში დააპატიმრა ადამიანი, ვისაც სხვა უამრავი ცოდვა მიუძღვის საქართველოს დღევანდელი თუ მომავალი თაობების წინაშე. დაიდათ ახლა გულზე ხელი და უპასუხეთ ერთ მარტივ კითხვას. გაბრაზდებით თუ არა ამის გამო ტრამპზე? მე პირადად ვამბობ, რომ არ გავბრაზდები. თუ ვთქვათ, ჰიპოთეტიურად. ტრამპმა განახორციელა უზუსტესი სპეციალური ოპერაცია საქართველოში და ეს კაცი, აი ეს ფურუნკული მოაშორა ქვეყანას. მე პირადად ტრამპის ხატს დავიკიდებ საძინებელში. ამის საჯარო პირობას ვდებ. ხო და თქვენ რას ნერვიულობთ? დაიჭირა ეს ფურუნკული მადურო, კარგი უქნია, წაათრია, კიდევ უკეთესი. ვენესუელელებს უხარიათ გადასარევი. ამოისუნთქა ქვეყანამ ფანტასტიკური, დიდებული და თქვენ რატომ ნერვიულობთ? მადლობა უთხარით, რომ ითამაშა მსოფლიო პოლიციის როლი და ცუდკაც დაადო ბურკილები. და ვთხოვოთ, რომ ამ როლიდან არ გამოვიდეს. ოღონდ ცუდი და კარგი კაცებისა და ქალების გარჩევა არასდროს შეეშალოს. ცუდი და კარგი ქვეყნებისა და რეჟიმების გარჩევა არ შეეშალოს. არც ერთს არ ასცდეს. ვის რას იმსახურებს. რატომ ყვარობენ პროჭორილელები თან ერეკლე მეორეს და თან სპარსელებს? საკუთარ თავს ხედავენ აიათოლებში და იმიტომ. ირანი 50 წლის წინანდელი თუ დღევანდელი ძალიან კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება გაადეგენერატო უძველესი კულტურის ერი. როგორ შეიძლება მომავლის შიშით შთააგონო, რომ წარსულში დაბრუნება სჯობს.
ახლა ხომ არავინ არ შემედავება, რომ ირანული კულტურა მართლა ძველია და ბოდიშ მომითხოვია ქართულზე ძველიც კი. ეს ძველი ხალხი ზუსტად ამ ძველი კულტურის, ტრადიციული ფასეულობების, რაღაც ტრადიციული რელიგიურობის დაცვის ლოზუნგით გამოათაყვანეს და ჩააბეს ბრძოლაში ვითომ ამ ყველაფრის მთავარ მტერთან დასავლეთთან. ირანში პრინციპში ამას სიონიზმის გამოცხადებული საფრთხეც ემატება, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი იცვლება. ბორო ძალებს, გარე ძალებს, ასე წაიკითხეთ, Deep States სურს რომ წაართვას ირანელებს ირანელობა, დაავიწყოს წარსული, ტექნოლოგიები ჩაანაცვლოს სულიერება, მოხიბლოს თავისი სიმდიდრითა და დემოკრატიით. გაუჩინოს და ჩაუნერგოს ოცნება ცხოვრების წესზე, რომელიც ირანისთვის სრულიად უცხოა. სად იყო შექსპირი ჩვენი ფირდოუსი რომ შაჰნამეს წერდა. რა ბაირონი, როდესაც ომარ ხაიამი ყავდა. რანი იქნებოდნენ მათი აინშტაინები და ნიუტონები ჩვენ რომ ალგებრა არ გვეჩუქებინა. განარჩენ არ ვიყავით რომაელებს რომ კუდით გვავასრულინეთ. ჩვენი მამაპაპა არ ფლობდა ნახევარ აზიაზე, ბალკანეთსა და ჩრდილო აფრიკას. ახლა განაეგენი ტყუილია. ყველაფერი ირანელთა უზარმაზარი წვლილია კაცობრიობის ისტორიაში და ამის გარდა კიდევ უამრავ. და ამ ხელა კულტურისა და ისტორიის ერი, რომელსაც პროგრესის შანსი ჰქონდა ბნელეთის მოციქულებმა, პოლიტიკოსებად ქცეულმა კლერიკალებმა და კლერიკალებად ქცეულმა პოლიტიკოსებმა დროში უბრალოდ უკან დააბრუნეს, ან გაჭედეს. ვინ როგორ შეხედავს? შეურიგებლობით გარე სამყაროსთან, შეურიგებლობით საკუთარ პერსპექტივასთან, შეურიგებლობით ადამიანის უფლებებთან, შეურიგებლობით სამართლიან სასამართლოსთან, შეურიგებლობით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, რელიგიურ ფანატიზმთან შეზავებული გულში მჯიღისცემის დასაწყისი ყველგან მსგავსია. როგორ ბედავენ ქალები გადაკიდებული ჩანთის ბალთა ძუძუებს შორის ატარონ. და მერე გრძელდება ადამიანი არაფერია და არაფრის უფლება აქვს თუ სახელმწიფო არ დართავს რამის ნებას. მერე ისმის რაღაც ისტერიკა. მე სანქციების არ მეშინია, მე ბოლომდე ვიბრძოლებ, ვის რა თუნდა მაგათი უვიზო, ჩემი ბუნებაც ლამაზია, ბალახ შევჭა, მაგრამ დასავლეთს არ დავნებდები. ბოლოს კი როგორ მთავრდება, ეგეც ბევრჯერ ბევრგან გვაქვს ნანახი და ბევრ ტირანს აქვს ნაგრძნობი სხეულის სხვადასხვა ნაწილით. მაგრამ მაშინ უკვე უსაშველოდ გვიანია ხოლმე, როგორც წესი. ვინც აწითქოს ქოცი არაეფექტური მართველიაო, დებილი მენეჯერიო, მიზნების ამორჩევა არ იცისო, პოპულისტიო, ვერც ერთი დაპირება ვერ შეასრულა 2011 წლიდანო, იმას გული გაუპოს დანამა. თქვა კაცმა, ძალიან მაღალი ფასებია ქვეყანაში და უნდა დავწიოთ. და თქვენ რა ქენით? დაიწყეთ ღლიცინი, რის დამწევები ხართ, რა გესმით ბაზრის წესების, ტერმინ ფასნამაც არასწორად იყენებთო, ეკონომიკა რუსეთში გამდიდრებული ფარცულშიკისგან გაქვთ ნასწავლიო. და შედეგი რა მივიღეთ? პირველი შედეგი. სუსმა დაიწყო გამოძიება, რატომაა საქართველოში უფრო მაღალი ფასები ვიდრე ევროკავშირში. სუსმა ხალხო, მაიორი მამუკა მდინარაძე პირადად კურირებს გამოძიებას ახლა. მეორე შედეგი, შეიქმნა სამთავრობო კომისია. იმ ხალხისგან, ვინც თავს მთავრობას უწოდებს. სამთავრობო კომისია შეისწავლის სუსის მასალებს და იფიქრებს მერე როგორ უშველოს ამ საქმეს. და შედეგი მესამე, დეზერტირების ბაზარში უკვე გაიაფთა გოჭი და ინდაური. საცხობებში კი გაქრა რიგი თონის პურზე. და ეს მოხდა სულ რამდენიმე დღეში. მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ ხმა აღიმაგლა კარტელური გარიგებებისა და მარკეტინგული ფაშიზმის წინააღმდეგ. ახლა თქვენ თუ რადიკალური ოპოზიცია ხართ მაინც და მაინც, უღმერთო და უსამშობლო და Deep State-ის შტაბ-კვარტირიდან იმართებით. რა თქმა უნდა იტყვით, ჩაიარა ახალმა წელმა და მოთხოვნა დაეცა. ამიტომ შემცირდა ფასები გოჭსა და ინდაურზეო. მაგრამ თქვენ არ ითვლებით. თქვენ არ გინდა დანახვა. ვისაც უნდა ის ხედავს მთავრობის ზრუნვას. იმისთვის გოჭი და ინდაური კობახიძემ გააიაფა. თონის რიგები კი მდინარაძემ აღმოფხვრა მთლიანად. ოღონდ მერე რა სიტყვით, სხვა ყველა პროდუქტზე მართლა რომ განახევრდება ფასები. კი, განახევრდება. რა კი პირობა დადეს, ესე იგი გუნდს აქვს მწყობრი ხედვა და გეგმა. და მე უკვე დღეს შემიძლია გითხრათ რა გაიაფდება პირველი. გაინტერესებთ? მოემზადეთ. ექსკლუზივი ფაშა გადაცემის მაყურებლისთვის. ინსაიდერული, კულუარული და სენსაციური ინფორმაცია პირველად ჩემს ეთერში. საგანგებო თქვენთვის. პირველი რაც უახლოეს თვეებში გაიაფდება იქნება იონჯა. როცა მოვა გაზაფხულზე და აცე ვირება. აცე. ნათელია რომ საქართველოში დემოკრატიულობის პრობლემა არ არსებობს. რა უნდა ვთქვა? მე ვეთანხმები ბატონ შათელიშვილს. ესე იგი ვეთანხმები მის სულიერ შვილს, ბორის გრიგორის ძეს. საქართველოში დემოკრატიულობის პრობლემა არ არსებობს. რადგან ასეთი ცნება საერთოდ აღარ არსებობს. განა იუპიტერზე შეიძლება იდგეს საარჩევნო სიების პრობლემა. ევერესტზე შეიძლება იდგეს უხარისხო ასფალტის პრობლემა, ან მარსზე ელექტროენერგიის გამრიცხველიანების პრობლემა,
ან მარიანის ღრმულში ფრინველების გამოზამთრების პრობლემა, ან ვიცი, სატურნის რგოლებს შორის მეტროს ამოქმედების პრობლემა, ან საჰარის უდაბნოში გაუმართავი კანალიზაციის პრობლემა, ან რუსეთში ალკოჰოლიკების რაოდენობის სიმცირის პრობლემა, ან ვიცი, მთვარეზე ღორის გრიპის გავრცელების პრობლემა, ან ენდემური ჭორვილური სირაქლემების პოპულაციის გადარჩენის პრობლემა. ან მიხეილ ყაველაშვილის კაბინეტის კედლებზე უნივერსიტეტების დიპლომების ჩამოკიდებისა და განაწილების პრობლემა. ან ფოთში კოღოების დეფიციტის პრობლემა. ან ბერას უკვდავი ხელოვნების დამფასებელთა რაოდენობრივი სიმცირის პრობლემა. ან ქართულ ოცნებაში რუსის აგენტებისა და მათი მონების ნაკლებობის პრობლემა. არა მეთქი. ზუსტად ასევე, საქართველოში არ შეიძლება იდგას დემოკრატიის პრობლემა. ესე იგი, არ შეიძლება და მორჩა. და ის ეგ საერთოდ რა არის ეგ დემოკრატია? რაღაცა ვეღარ ვიხსენებ. ეს იყო ვაშა გადაცემა, თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რას დავიდით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროშა. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню очень гадаться.